მოგესალმებით, ეს არის სათემო რადიო კასპის ხმა და დღევანდელ გადაცემას გავუძღვები მე, მაიე შაველაშვილი. ჩვენი რადიო კასპის ხმა შეიქმნა პროექტის მისი ხმის ფარგლებში DVV International-ისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც პარტნიორობას უწევს გერმანიის სათემო რადიო Z და კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრი. რუბრიკა მათი ხმის ფარგლებში დღევანდელი დღის თემა იქნება შესაძლებლობები ქალებისათვის ფინანსური წიგნიერება. კასპის ზრდასრულთა სათემო განათლების ცენტრი დიდ შესაძლებლობებსა და მოტივაციას იძლევა ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის მოქალაქეებისათვის დაეუფლონ სასურველ პროფესიას, განავითარონ, გაეღრმავონ და შექმნან საბაზისო ცოდნა. სათემო ცენტრებისათვის პრიორიტეტია შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების ათვისება, რაც ბენეფიციერებისათვის თვით დასაქმების შანსს იძლევა. ასევე კერძო თუ სამსახურო სექტორში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს ზრდის, ემსახურება ბენეფიციართა ინტერესებს და ქმნის მათ წარმატებულ ისტორიებს. ბოლო წლებია სულ უფრო აქტუალური და პოპულარული ხდება ტერმინი ფინანსური წიგნიერება. რა არის ფინანსური წიგნიერება და რა შესაძლებლობებს იძლევა? თემაზე სასაუბროდ სტუმრად გვეყოლება კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ტრენერი ქალბატონი თამარ თამარაშვილი. მოგესალმებით, ქალბატონი თამარ. მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს რადიო მსმენელებს. მე გახლავართ კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ფინანსური წიგნიერების ტრენერი. კურსი არსებობს ცენტრის დაარსების დღიდან და მე ჩართული ვარ ამ საქმიანობაში. 2022 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს ცენტრში გამოსამზადებელი სხვადასხვა სახის პროგრამები და მათ შორის ერთ-ერთია ფინანსური წიგნიერება, რომელიც დღესდღეობით არ კარგავს აქტუალურობას და საკმაოდ მოთხოვნადია როგორც ცენტრში, ასევე შრომის ბაზარზე. მადლობთ. როგორც აღნიშნეთ, ხართ ფინანსური წიგნიერების კურსის ტრენერი. გითხარით რა ხანგრძლივობის ეს კურსი და სწავლების რა ეტაპებს მოიცავს? ფინანსური წიგნიერების კურსი სრულად მოიცავს 4 თვეს და იგი დაყოფილია 2 ნაწილად. პირველი 2 თვე შეისწავლება უშუალოდ ფინანსური წიგნიერება, რომელიც მოიცავს საბანკო საქმეს, ბანკისა და მსესხებლის ვალდებულებებს და პასუხისმგებლობებს, ხოლო უშუალოდ მეორე თვე ეთმობა ბუღალტრულ ნაწილს, სადაც ბენეფიციარები შეისწავლიან პრაქტიკულ ბუღალტერიას, ბუღალტრულ აღრიცხვა ანგარიშგებას და უშუალოდ იმ საკითხებს, რომელიც დაეხმარებათ ბუღალტერიის პრაქტიკაში გასათავისებლად და გამოსაყენებლად. პრაქტიკული ბუღალტერია კი თავის თავში მოიცავს შემოსავლების ვებგვერდზე მუშაობას, დეკლარაციების შევსებას, ცოდნის გაღრმავებას პრაქტიკაში და ასე შემდეგ. მადლობთ. ქალბატონი თამარ, გთხოვთ დეტალურად გითხრათ რა არის ფინანსური წიგნიერება და რამდენად მოთხოვნადია ის შრომის ბაზარზე? ფინანსური წიგნიერება ბენეფიციარებს აძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო ღრმად და დეტალურად შეისწავლონ ის საკითხები, რომელსაც პრაქტიკაში გამოიყენებენ. არ მოიცავს იგი მხოლოდ ბუღალტერიას და ციფრების წერას, იგი საკმაოდ ვრცელია. არის ისეთი საკითხები ფინანსებში, რომელიც თითქოს ყველასთვის ნაცნობია, მაგრამ ამასობაში არის შემთხვევები, როდესაც ბენეფიციარებმა სიღრმისეულად არ იციან ესა თუ ის საკითხები, ხოლო ჩვენი ცენტრი საშუალებას აძლევს გაიღრმავონ ეს ცოდნა, ჩავიდნენ სიღრმისეულად იმ დეტალებში, რომელიც თუნდაც ბანკებთან მიმართებაში ან ყველა იმ საფინანსო სექტორთან ურთიერთობისას დაეხმარებათ, როგორც პირად გამოცდილებაში და პირად მაგალითებზე, ასევე იმ შემთხვევაში, თუ კი ისინი მოინდომებენ, რომ მომსახურება გაუწიონ სხვა პირებს. აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენს ცენტრში არის გამოყოფილი დღეები კურსის გარდა, როდესაც ვიწევთ ყველა დაინტერესებულ პირს და ასევე ჩვენს ბენეფიციარებს, სადაც მათ ვთავაზობთ სხვადასხვა კონსულტაციებს და ასევე ვთავაზობთ გადაჭრის გზებს სხვადასხვა ფინანსურ თუ საბანკო საკითხებში.
აქვე დავამატებ იმასაც, რომ ჩვენი ცენტრი მუდავს ზრუნავს კადრების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. პირადად მე დავესწარი საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის მიერ ორგანიზებულ ტრენინგ კურსს, სადაც შევიმუშავეთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად კონკრეტული სახელმძღვანელო ფინანსური წიგნიერების კურსისთვის. სახელმძღვანელოში არსებული თითოეული თემა დაფუძნებულია პრაქტიკულ მაგალითებზე, რაც ბენეფიციარებს შემდგომში საშუალებას მისცემს უკეთ გაიაზროს და აითვისოს კონკრეტული მასალა. მადლობ, ძალიან საინტერესოა. დაბოლოს ქალბატონო თამარ, რას ეტყვით ჩვენს მსმენელს იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც ზრდასრულთა განათლების ცენტრი იძლევა? ვინაიდან ჩვენი ცენტრი მდებარეობს შიდა ქართლში და არის ერთადერთი განათლების ქსელების ცენტრებიდან, რომელსაც აქვს სხვადასხვა სახეობის კურსები და მოიცავს ბევრ სფეროს, ცენტრი მათ საშუალებას აძლევს სრულიად უფასოდ აითვისონ სხვადასხვა სპეციალობა, მიიღონ კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატი და გავიდნენ შრომის ბაზარზე. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებისთვის ეს არის საუკეთესო შანსი, ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის გარეშე მიიღონ მოთხოვნადი სპეციალობებიდან ცოდნა და ასევე შეძლონ დასაქმება შრომის ბაზარზე. ქალბატონო თამარ, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისათვის. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა მოწვევისათვის. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავხადო DVV International-სა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერისათვის, გერმანიის სათემო რადიო ZET-სა და კასპიის ზრდასრულთა განათლების ცენტრს პარტნიორობისათვის. მადლობა ჩვენს რადიო მსმენელს, ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით მომდევნო გადაცემით მომავალ შეხვედრამდე.